გემრიელი მენიუ გურმანიაში. მოვამზადებ სუბუქ, ფერად და ძალიან გემრიელ აპეტაიზერს. ეს იქნება სალათი, თევზით, ეს არის დორადოს ფილე, დამუშავებული, გასუფთავებული და დაპრესილი. ამავე ფორმით იყიდება, რომელსაც ჭარხალში დავამარინადებ და ისე შევწო. სუნელებში შეზავებული ხორის ნეკნები და ტკბილი ლობიო. სუყე და გემრიელი მთავარი კერძი. ნებისმიერ სტუმარს გააკვირვებთ ისეთი კარგი გამოდის. და აი ამ ყველაფერს მოუხდება არაქისის და სტაფილოს დესერტი. პატარა კაპკეიკები. მე დავიწყებ პირველ რიგში ხორცის მომზადებით. სუნელები მე მაქვს ნიორი. ეს არის მშრალი ნიორი. მშრალი ნიორი. ხახვი. პილპილი. ცოტათი პილპილი. თეთრი პილპილი და ციცაკა. ეს ამით არ მორჩენილა, ამას კიდე უნდა ხავისფერი შაქარი. ხავისფერი შაქარი შენ ძალიან კარგად იცი კარამელიზირებას მოახდენს ხორცზე და გააქტიურებს მთელ ამ დანარჩენ სუნელებს. ამას ესე კარგად ამოურევ. მარილი რა თქმა უნდა, ხო? მე შემიძლია უკვე ხორცი ამოვალო სუნელში. ნახე რა გაინაჭრები. ეს არის მუცლის ნაჭერი, მუცლის ბეკონი, რასაც ქვია, ხო? სუნელები ეს კარგად აი ესე ხო, გაუჭდეს. მე ავიღებ მანამდე ერთ საშუალო ზომის ჭარხალს, გავთლი და შემდეგ უნდა გავხეხო. ეს იქნება მარინადი ამ თევზის. მას გადავდებ ცოტა ხანი და მოვამზადებ ბალიშს. რასთან ერთად გამოვაცხობ, ანუ იქნება ხახვი, სტაფილო, ჩვენი როზმარინი, ცოტათი და ბულიონით. მოკლედ, დროს არ დავკარგავ და ხახვის გაფსკვნას დავიწყებ. მე გავხეხავ მანამდე ჭარხალს. აი ესე, ცოცხლად ვხეხავთ. ცოტა ღრმა ჭურჭელში გადავიტანოთ ეს დაპრესილი დორადოს ფილე. ზემოდან ესე დავადოთ ჭარხალი, რომ კარგად შეღებოს ეს ფილე და დავასხათ სულ ცოტა კონიაკი. დაახლოებით 50 მილილიტრი. ნახე როგორ ფერი გაუშვა. ეხლა ეს დავტოვოთ ცოტა ხანი. სტაფილო, დიდ ნაჭრებად ჭრი. გამოსაცხობი ფირფიტა. პირდაპირ გამოსაცხობ ფირფიტაში ჩავყრი. ხახვი, ნახევარი ხახვი მეყოფა. ესე დიდებად დავჭრი. გავშლი კარგად. როზმარინი. ნეკნები. საქონლის ბულიონი, ვამატებ იმიტომ რომ რბილი გამოვიდეს. შეწვა მოხარშვა მოხდება თვითონ გამოსაცხობ ფირფიტაში. შეიძლება ბოსტნეულის ბულიონის გამოყენებაც. გამოსაცხობად მზად არის. აჰა, რო კარგად ჩაიფუთქო. სალები. და რამდენ გრადუსზე აწყობ? 200 გრადუსი. 45 წუთი. მე ახლა ნელ-ნელა დავიწყებ სალათის ინგრედიენტების მომზადებას. აქ მაქვს 100 გრამი გოგრა, უმი, რომელსაც დავჭრი ლამას კუბებად. მინდა რომ სიმეტრიული იყოს მაქსიმალურად, ეს გვერდებს გავუსწორებ. ცეცხლი. ზეთი ხო არ გინდა? ზეთიც მინდა და კარატიც. ანუ ჯერ ზეთი მოვასხათ. ჩავაგდოთ ტაფაში კონდარა და როზმარინი და გადავიტანოთ გოგრა. სტაფილოსაც ლამაზად ვჭრით. მინდა რომ მივიღო მხოლოდ კუბები, იმავე ზომის დაახლოებით რამხელაც არის გოგრა. ეს ახლა ნელ-ნელა ჩაითუთქება. მანამდე მე მოვიმზადებ თვითონ კიტრსაც. შემოდგომის ფერებია. ხო, თანაც მაინც ჯერჯერობით შემოდგომის თემას ვუტრიალებთ. კიტრსაც იგივენაერად ვჭრით. ამას უკვე შემდეგ ზემოდან მოვაკრეთ, ხა კიტრს აღარ შევწვა, ნამდვილად. ეს წვნიანი ნაწილები მოვიტოვეთ. ცოტა დაბალზე მოვშუშოთ. ეხლა ვამზადებთ სალათის დრესინგს. ცოტა ნიგვზის ზეთი, ოდნავ სოიო, ცოტა სიმლაშე რომ ისეს
ბევრი არა, იმიტომ რომ არ მინდა რომ ფერი შეუცვალოს და დაახლოებით 1 ჩაის კოვზი დოგვი დიჟონი. ეს ყველაფერი ერთმანეთში ამოურიოთ. შესქელდება, ეხლა დოგვის ხარჯზე ეს დრესინგი. დრესინგი მზად გვაქვს, შიგ თავსიც თითქმის მზად გვაქვს. ამას უნდა დავუმატოთ ცოტა კარაქი, რომ უფრო დაარბილოს და ცოტათი ნაღების გემოც რომ მისცეს. და მარილი. ეგ ცხიმი არ გადაასხა. მე ამ ცხიმშივე მოვამზადებ ლობიოს. კი ბატონო, ნახე რა ლამაზად დაიბრაცა, ხედავ? ოდნავ ხრაში უნდა დარჩება შიგნით და მინდა რომ ესე იყოს, იმიტომ რომ უფრო ჯანსაღი და უფრო მსუბუქი იქნება სალათი. თუმცა შემწვარია. ხო, შემწვარია. უბრალოდ ჩათუთქული არ არის და ბოლომდე დაშლილი არ იქნება. 2 წუთით და უკვე შემიძლია შევწვა ფილე. ამას შენ მოგანდობ. მომეცი, ზეთით. ეს ახლა გაგრილდება, ნანა გადმოვიტან დაფაზე და დავიწყებ უკვე სერვირებას. აქ მაქვს სალათის ფოთლები, რუკოლა, რომელიც პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ყველაზე მძაფრ გემოს მიცემს ამ სალატს. რუკოლას ჩამოვაჭრათ ძირები. თევზს მოვაშორე ჭარხალი. თევზს ამოვატრიალებ. ცოტა მარილი, ძალიან ცოტა. დაახლოებით ეხლა ეს თეთრი თევზის ფილე არის, ამიტომ 2 წუთი ერთ მხარეს, 2 წუთი მეორე მხარეს და უკვე მზად იქნება. თითქმის მზად არის, დაახლოებით კიდე 1 წუთი უნდა. არ ეთყობა, რომ ზედმეტად დაბრაწულია და შეინარჩუნა აი ეს ვარდისფერი, შეიძლება ითქვას ფერი. თევზს რადგან აი ოთხკუთხედი ფორმა აქვს, ყველა მხრიდან მოვუბრალო. აუ, ძალიან მაგარია, მართლა კარგი სალათია. მე ახლა სალათის ფოთლებს დავუმატებ დრესინგს, რომელიც მოვამზადეთ, ამოურიოთ. თევზზე გადმოვიგებ, ხო? თან. გადმოვიტანოთ თევზზე. თევზი, კიტრი, დავუმატოთ დაბრაწული გოგრა და სტაფილო. ნახე რა ლამაზი კუბებია. უფრო წვნიანი რო იყოს კიტრი, რომელიც დავჭერით. და დავადოთ 1 ცალი ფილე. აი ესე ცენტრში. დორადოს აპერტაიზერი ძალიან გემრიელად გამოიყურება. თევზს აქვს. კონიაკის გემო. თუ ფიქრობ, რომ გოგრას ძალიან უხდება რუკოლა, თევზი და ისე არის შემწვარი გოგრა, თითქოს კარტოფილია, ხო? ძალიან გემრიელი გამოვიდა და აი ეს ცოცხალი როზმარინი და კონდარა ძალიან მოუხდა. მართლა აპერტაიზერი ძალიან გემრიელია. თევზის სალატა გოგრით და პოსტნეულით. თევზის ფილე 400 გრამი, კონიაკი 200 მილილიტრი, გოგრა 100 გრამი, ჭარხალი და სტაფილო 1 ცალი, კიტრი 1 ცალი, სალათის ფურცელი 50 გრამი, რუკოლა 50 გრამი, ნიგვზის ზეთი 20 მილილიტრი, სოიო სოუსი 10 მილილიტრი, მარცვლიანი დიჟონის მდოგვი 1 ჩაის კოვზი, ზეთი 20 მილილიტრი, კარაქი 10 გრამი, როზმარინი, კონდარა და მარილი გემოვნებით. ლობიოს მომზადება ძალიან მარტივია. იგივე ცხიმს გამოვიყენებ, რაც შენ გამოიყენე სალათისთვის. მოკლედ, ცეცხლი, არომატიზირებული ზეთი გაქა. კი. მეოთხედი ხახვი, წვრილად დავჭრი. ცოტა უფრო ბარბეკიუ სტილში იქნება, ხო? ტეხასური ლობიო. შეიღება აი ამ პოსტნეულის წვენში, რომელიც შეტვისად გამოვიდა. თუმცა ნებისმიერ ცხიმზე შეიძლება მომზადება. ხო, რა თქმა კარაქის უნდა. ზეთი. უკვე წინასწარ მოხარშული ლობიო. ცოტა მარილი. კეჩუპი. 3 კოვზი, 2 ნახევარი და თაფლი. ძალიან ტკბილი არ მინდა რომ იყოს. ამიტომ მე ისე ცოტათი წითელ წიწაკას მოვაყრე. ლობიომაც თავისი წვენი გამოუშვა. და გახდა ბლანტი. ლობიო მზად არის. ესე სწრაფად კი. 5 წუთში მომზადდა ტკბილი ლობიოს გარნირი, რომელიც ისეთ ამერიკულ სტილშია, ანუ ღორის ხორცი და ბარბეკიუ ტკბილი ლობიო. სანამ გამოცხება შენი ხორცი, მე დავიწყებ უკვე დესერტის მომზადებას. პირველ რიგში ვაცალკევებთ 3 კვერცხის გულს და ცილას. ყველანაირი საფუარის გარეშე და ყველანაირი გამაფხვიერების გარეშე ვამზადებთ. ამიტომ თვითონ
კაპკეიქები ამოვა კვერცხის ცილის 10 ქვეფის ხარჯზე. ცოტა მარილი, სულ ცოტა. ოდნავ ამოვიყვანოთ. დავუმატოთ ცოტა ყავისფერი შაქარი, დაახლოებით 200 გრამი. ცილა კარგად გაითქვა, დავუმატოთ ვანილი. დაახლოებით 2 გრამი. დავამატოთ კვერცხის გული, რომელიც გავაცალკევეთ. 1 სუფრის კოვზი კრემყველი, ნაკლებად მარილიანი და 1 სუფრის კოვზი არაქი. დაახლოებით 30 გრამი. ესეც ოთახის ტემპერატურის. დავუმატოთ ახლა ფქვილი, დაახლოებით 200 გრამი, დაბალ სიჩქარეზე უფრო. შეიძლება ცოტა ნაკლებიც დაჭირდეს და ბოლოს მთავარი ინგრედიენტი, სტაფილო. დაახლოებით 50 გრამია. პირდაპირ ღზა ცომში. კოვზით ამოურიოთ და გადავიტანოთ აი ესეთ სილიკონის კაპკეიქის ფორმებში. ამას არც ცხიმის წასმა არ ჭირდება, არც არაფერი. პირდაპირ ესე ჩავასხათ. ბოლომდე არ ავავსოთ, რადგანაც ეს აუცილებლად ამოვა. ნახევარზე ოდნავ მეტი. გამარტივი მოსამზადებელია. ძალიან. და რაც თავარია, საინტერესო კომბინაცია, ანუ სტაფილო და არაქისის კარაქი, რომლის კრემსაც მოვუმზადებ. ეხლა უკვე შეგვიძლია გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15-20 წუთით. მე დაგეხმარები. სანამ კაპკეიქები ცხება, მოვამზადებ არაქისის კრემს. როგორც თქვი, ყველაზე მარტივი კრემია საერთოდ და ძალიან გემრიელია და ძალიან მოუხდება სტაფილოს კაპკეიქებს. და პროტეინებიც ავსე ხო? აუ ხო, ლობიო, ღორის ხორცი, თევზი და ეხლა არაქისის კრემი. კრემყველი, ნაკლებად მარილიანი 150 გრამი, არაქისის კარაქი 200 გრამი. აი ეს კრემყველი გაანეიტრალებს იმ ძაფრგემოს, რომელიც აქვს არაქის, საკმაოდ მძიმე არის და უფრო მოქნილს გახდის. გავთქვიფოთ ეხლა ერთად. ცოტა სქელია, აშკარად კიდე ჭირდება კრემყველის დამატება. დაახლოებით კიდევ 100 გრამამდე დავუმატებ და გავაგრძელებ თქოს. საბოლოო ჯამში დამჭირდა 200 გრამამდე არაქისის კარაქი და 300 გრამი კრემყველი. არაქისის კრემი მზად არის. ამას მერე გადავიტან ქისაში, კრემის ქისაში და ლამაზად ზემოდან მოვასხა. კი. მზად არის. გასინჯე? ძალიან გემრიელია. სტაფილოს მაფინები არაქისის კრემით. ცომი, ქვილი 200 გრამი, კვერცხი 3 ცალი, კარაქი 1 სუფრის კოვზი, კრემყველი ნაკლებად მარილიანი 1 სუფრის კოვზი, ყავისფერი შაქარი 200 გრამი, სტაფილო 70 გრამი, ვანილი 2 გრამი, მარილი გემოვნებით. არაქისის კრემის მოსამზადებლად დაგჭირდება კრემყველი ნაკლებად მარილიანი 300 გრამი, არაქისის კარაქი 200 გრამი. ჩემი საყვარელი პატარა კაპკეიქები გამოცხვა, კრემიც მზად მაქვს. ნელა მე შემიძლია რომ ავაწყო დესერტი. მეც ყველაფერი მზად მაქვს ამიტომ. ნეკნები უკვე გამოცხვა, რბილი არის. ხებს ავაწყობ მარტივად. დავდებ ლობიოს. დავდებ. აი ნეკს. ძალიან მიყვარს ნეკნი. ცოტა სტაფილებს ამოვიღებ. თან აი ამ წვენში გაჟღენთილი სტაფილოები იქნება გემრიელესი. რა თქმა უნდა, ამ წვენს ავიღებ, ზემოდან ამას დავასხავ. ესე იგი, მთავარი კერძი გვაქვს, მეც დავასრულებ ჩემ დესერტს. გადმოვიტანოთ კრემის ქისაში არაქისის კრემი. და ესე წრეზე დავსვათ არაქისის კრემს. და
კიდე უფრო გემრიელი და ლამაზი რო გამოვიდეს, ცოტა მოვასხოთ მზა კარამელის соуსი. აი ეს ზემოდანვე. სტაფილოს კაპკეიქები არაქისის კრემით და ცოტა კარამელით. მზად არის. ვახო, შენსკენ მოვდივარ. მოდი უნდა გავსინჯო. მაგრამ მოდი ჯერ ხორცი გავსინჯოთ, ხო? უნდა, რა თქმა უნდა. ესეც მოდი გავსინჯოთ. ვაუ. დავიწყეთ? დავიწყოთ, ხო, კიდე ასკებს. ლობიოთი. ნახე, соуსივით წავოსვი ეს ლობიოს წვენი. ძალიან გემრიელია. სუნელები რა კარგად აქვს. ცხარეა, თან ტკბილია და ძალიან არომატული. კარგად გამომწვარი ნეკნები, ყოველთვის გამოდის რბილი. თავარია სუნელები. კარგად შეზავება სუნელებთან ერთად გამოდის ძალიან გემრიელი, გენიალურია. კარამელიზირებული ღორის ნეკნები და ტკბილი ლობიო. ღორის ნეკნები 800 გრამი, ხახვი 1 თავი, სტაფილო 1 ცალი, საქონლის ბულიონი 300 მილილიტრი, როზმარინი 1 ღერო, ყავისფერი შაქარი 1 სუფრის კოვზი, ნივრის ფხვნილი, ხახვის ფხვნილი, წითელი წიწაკა, თეთრი პილპილი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. ტკბილი ლობიოს მოსამზადებლად დაგჭირდება წითელი ლობიო კილის 200 გრამი, ხახვი ნახევარი თავი, თაფლი 1 სუფრის კოვზი, კეჩუპი 3 სუფრის კოვზი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით. ჩემი საყვარელი ნაწილი, დესერტი. მოდი გავიყოთ ერთი ძალი. მოდი. ნახე როგორ ჩანს სტაფილო. რა გემრიელია. იცის თხრის კრემი როგორ მოუხდა სტაფილოს? ძალიან გემრიელია. და ძალიან ისეთი დატვირთული გემო აქვს, საინტერესო და ზომიერად ტკბილი. რაც თავარია. კაპკეიკი ძალიან ფაფუკია, რბილია და ეს კრემი კიდევ არ მოველოდი, რა ხა მიწის ცხილი უნდა მეჭამა და ძალიან მოუხდა სტაფილოს. ხო, ძალიან უხდება მართლა საინტერესო და განსხვავებული კაპკეიკის რეცეპტი. მარტივი. კარგია. კარგი დღე გქონდა.